Dađiki. Onda vilaparagot. Ne gibi? Raze. Ratom ითოლთოლებდი? არ მომატყუო პატარა ბავშვი არ ვარ, რომელსაც გაასულელებ. ასე იყო საჭირო. რაღაც ვიფიქრე. მაგრამ ბოლოს ისე არ ყოფილა ყველაფერი როგორც ვიფიქრე. რა ვიფიქრე? რაღაც ვიფიქრე, მაგრამ შევწდი. რატომ ჩაიციკლე? ცივა, რამე ხომ არ გამოგიტანა. არა, უბრალოდ კი, ცივა, მაგრამ არ შეწუხდე. მოსაცმელი მაქვს. ერთი წუთით. ეს მოსაცმელი დილა საავადმყოფოში დავინახე, როცა გავიღვიძე. ეს რა საავადმყოფოში იყავი? იქ მოხვედი? ეს რა სიმართლე უნდა მითხრა? ჩემს სანახავად იყავი? ხო, მოვედი. მთელი ღამე შენს გვერდით ვიყავი. დილას რომ გავიღვიძე, იქ ჩაღლა დამხოდა. როცა მოვიდე მე წავედი. მაგრამ მას არაფერი უთქვამს და მეც გავჩომდი. არ მინდოდა სიტუაცია გამეფუჭებინა. ეს რატომ აგიჟებ? ასეთი რამე როგორ დამიმალე? რატომ დამიმალე რომ ჩემს გვერდით იყავი? მე კიდევ ამდენი რამე გითხარი, ეგოისტობა და გავრალე. უმადურობა. ვერ ხვდები რატომ გაჩვენდი? სიმართლე რატომ არ მითხარ ეს რა? ერთმანეთს ღიმილით ელაპარაკებოდით და მე შენ რა? ეს რა? არაფერი. არა მოიცადე? ამჯერად ვერ გაიქცევი. უნდა ვილაპარაკოთ. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ეს ყველაფერი რისთვის გააკეთე ეს რა? ასე რატომ იქცევი ამ ხსენი? რადგან მე ვერაფერს ხვდები. მთელი ღამე ჩემთან იყავი. იქ საავადმყოფოში, მაგრამ დამიმალე. SMS-ი მომწერა, მე წაშალე. ჩემს სახლში ზეინო გამოაგზავნე. ახლა უგან გამომყევი. გამაგებინე რატომ? ასე რატომ მიქცევი ეს რა? რისთვის აკეთებ ამას იმ ადამიანისთვის, რომელიც არასდროს არ გყვარებია? ბუზები. ბუზები. საჭმელს ბუზები დაეხვია. მოდის უფრო ავალაგოთ. მიდი. სასწრაფოდ უნდა მოაგვარო ეს პრობლემა. თანაც სასწრაფოდ. მე უნდა ვიყო თავმჯდომარე. როგორ? რას აპირებ? შვილო, რამდენი თავმჯდომარე უნდა არსებობდეს? ორი როგორ შეიძლება? მხოლოდ მე უნდა დავჩე. და რას აპირებ? დეიდა მენექშეს მოკლავ? ცოტა ტვინი გამოიყენე შვილო. თუ რამე ისეც მოვიფიქრებ, რომ თვითონ ბაიძულებ უარი თქვას, წავა. Bu 2 güne kalmaz dayanamaz gider. Gider. Ya ben Zümrüt ამ ქალთან ერთად ვერ ვიმუშავებ. ზუმრუდთან როგორ უნდა ვითანამშრომლო? ყველაფერს გააკეთებს, რომ გამანადგუროს. დედა უკვე ძალიან მწყინს. ჩემი აზრით მე უფლებას მივცემ ვინმემ გაწყენინოს, მე სხვა რამეზე ვფიქრობ. თავმჯდომარის გამის გაზიარება მართლა ცუდია. მაგრამ არა უშავს. რაც მოხდა მოხდა. პურის განაწილებასავით არის. გონია რომ ჩვენს ოჯახებს ეს უფრო დაახლოვებთ და უფრო კარგია. ეკო, მამა შენი რას აკეთებს? მამა რაღაცას წერს. რა ხდება? ხო, მაგრამ რას წერს? იალჩინ. ძვირფასო რას აკეთებ? დილა ადრიან ვის წერ? არავის. ვინ წერს SMS? უბრალოდ ახალ ამბებს ვნახულობდი. ტექნოლოგიების განვითარებას თვალს ვადევნებ. ტელეფონი რატომ დამალე? არა, არ დამიმალავს. თვალები გადამეღალა და ამიტომ გამოვრთე. წავალ ტელეფონს შევაერთებ. უნდა დავტენო. დაიკო სად არის? რამდენი რამე მოხდა და ამ დროს არაფერი არ იცის. მესიჯი მივწერე, ნახავს.
ოზან რას აკეთებ? რატომ გავჩერდით? მე კითხვა დაგისვი. და სანამ პასუხს არ მივიღებ არ წავალთ. რას ნიშნავს არსად წავალთ? რას აკეთებ? როგორც გინდა. სანამ არ მიპასუხებ, მე გარეთ ვიქნები. ღმერთო ჩემო, ჯიუდი. ბავშვი ხარ? მოდიდე დაჯექი საჭესთან სახლში წავიდეთ. კითხვა დაგისვი. ჯერ პასუხი უნდა გამცე. გისმენ, აქ რატომ გამომყევი? ოზან, დედა ჩემი ალბათ უკვე ნერვიულობს, წამოდი წავიდეთ. აუცილებლად წავალთ, მაგრამ მაშინ როცა პასუხს გამცემ. მე შემიძლია დილამდე გელოდო. შესანიშნავი ამინდია. მიდი აბა. მეგონა ჩაღლას ხვდებოდი. რა? ვერ გავიგე? იმიტომ რომ მეგონა ჩაღლას ხვდებოდი. ამის გამო გამომყევი ჩუმად. გეგონა ჩაღლას უნდა შეხვედროდი? ხო, არ მეგონა ასე შორს რომ წამოხვიდოდი, რომ ცოდნო და არ წამოყვებოდი. იმდენი რამ მოხდა. მაინც რა მოხდა? საავადმყოფოს გულისხმობ, ერთმანეთს უღიმოდით. ეუბნებოდით რა კარგია რომ არსებობ შენს გარეშე არ შემიძლიაო. დღეს ჩაღლამ თქვა პირადი საქმის გამო სამსახურში არ მოვალო. შენც იგივე თქვი და? და იფიქრე რომ მას ვხვდებოდი. ხო, ასე ვიფიქრე. გასაგებია. კარგი, ხომ გითხარი, წავიდეთ. ერთი წუთით. კიდევ ერთი კითხვა. ადამიანს რომელზეც არ ეჭვიანობ, რატომ უთვალთვალებს რამ? იმიტომ რომ სიმართლე გამეგო. კომპანიაში ეთიკურ წესებზე გველაპარაკები. მაგრამ როცა საქმე შენ გიხება არაფერია, მე კი ჩინარზე მეჩხუბები, როცა არაფერი ხდება. არ უნდა ვიცოდე შენსა და ჩაღლას შორის რა ხდება. რამე ხდება? რა გაცინებს? პასუხი უკვე მივიღე. რა მიიღე? მე არ მიმიღია პასუხი, მითხარი ოზან. გვაგვიანდება, დედიკო გელოდება. წამოდი. საზიზღარი. სათხარეს რა? ტელეფონი სულ გამორთული რატომ გაქვს? გალბატონო ჩაღლა, სად იყავით? აი აქ. ბოლო მომენტში მიუსწარე გარეკანის არჩევას. ჩინარ, იმაზე კარგი გამოვიდა, ვიდრე ველოდით. რა თქმა უნდა, ნახე რა სილამაზეა. მეც შემეძლო სიძებყოფილიყავი. მაგრამ შანსი ხელიდან გავუშვი. მეც გავუშვი შანსი ხელიდან, ხვდები? მე უნდა ვიყო ახლა ამ ფოტოზე ოზანთან ერთად. ის სისულელე რომ არ დამმართნოდა, მაგრამ არ აუშავს. ნახე, რა ლამაზი გამოვიდა ჩინარ. ძალიან კარგად გამოიყურებიან. ო, მეც მომწონს. რომ არ ვიცოდე რა ურთიერთობა აქვთ, ვიფიქრებდი რომ ერთმანეთი მართლა ძალიან უყვართ. პასუხს არ გამცემ? არ ვიცი გაიგე თუ არა, მაგრამ მკითხე ჩაღლასთან რა ურთიერთობა გაქვს. ხმას რატომ აუწიე? მე რომ გადამფარო? კარგი ეს რა. ომს მიცხადებ? როგორც გინდა. რას აკეთებ ეს რა? რას აკეთებ? ეგ ჩემი საყვარელი დისკი იყო. რა გააკეთე? აი ასე. საყვარელი დისკი იყო თურმე. რა დროს დისკებია? მერე თურმე პროგრამისტი ქვია. ოზან, არ შეგიძლია მე პასუხი მომთხოვა და შენ გაჩუმდე. კითხვა დაგისვი, ვალდებული ხარ მიპასუხო? არა, ვალდებული არ ვარ. უსამართლოდ იქცევი.
უკვე შენ საფთან მოვედით. ო, მოვედით. მედი აბა. ბოლომდე ეს რა? ღამე მშვიდობის. ღამე მშვიდობის. შენი ლაპარაკი ეს რა? და სანაცვლოდ პასუხი არასდროს მიიღო. ეს რა? მე და ჩარლა ერთმანეთს არ ხვდებით. ჩვენ მეგობრები ვართ. ღამე მშვიდობის. მე რა ვქნა? რაც უნდათ ის გააკეთონ. ეს რა? წამოდი ვილაპარაკოთ. ბატონო ოზან, ძალიან დაკავებული ვარ. ეს რა წამოდი მეთქი? რა ხდება? ოზან, რა საკეთებ? დილამდე არ მეძინა. უკვე ძალიან დავიღალე ამ თამაშებით. აღარ შემიძლია. არა თამაში ოზან. ვარ ხვდები რაზე ლაპარაკობ. ერთმანეთი მოგწონს. სულ შენზე ვფიქრობ. მაგრამ ისე ვიქცევი თითქოს არაფერი ხდება. ძალიან დავიღალე. საკმარისია. წადი. რა ხდება? რა ხდება? ეს რა ღიმილებია? დღეს კარგ ხასიათზე ხარ. დღეს ასეა მუსა, იმედია პრობლემა არ გაქვს. არა ძმაო, თვალი არ გეცეს. ვიცი რომ კითხვები გინდა რომ დამისვა. მიდი, გელოდები. მართალია ძმაო, შენი დღევანდელი ხასიათი იმის ბრალი ხომ არ არის რომ გუშინ ეს რა გითოლთვალებდა. ეგ რა შუაშია მუსა. რატომ უნდა გამხარებოდა? სისულელეა. ეჭვიანობის გამო? რამხელა გზა გამოიარა. უკან გამოვყვა და ისევ საპირისპირო სამტკიცებს. თუმცა მე ჩემს ზოლო ცოტა მეწოლებინა, ჩემს დედა ჩაღლაზე არაფერი არ მეთქო, მაგრამ ვერ შევძელი. იცი რა? მუსა, ერთი კითხვა მაქვს. როცა საავადმყოფოში გავიღვიძე და ჩაღლა დამხვდა, მეგონა რომ იმ ღამეს იქ იმან გამითენა, მასაც არ უთქვამს არაფერი. მაგრამ არა, ეს რა რხსენებია? საინტერესოა. შეიძლება უნდა დაგეფიქრა რომ ის ჩვენს გვერდით იყო. ვერ ხვდები ჩაღლა ასე რატომ მოიქცა? რატომ დამიმალა? უმეცი ჩემი უახლოესი მეგობარია, ის მე არ მომატყუებდა. კარგი ძმაო, მაგრამ მესმის, ეს რა რატომაც შეიციკლა ჩაღლაზე. საავადმყოფოში მისი კარგი მხარე დავინახე, მთელი ღამე არ მოგშორებია, ღამეც კი გაგითენა. მუსა? ძმაო. ანუ შენი ცოდი რომ ეს რა ჩემთან დარჩა და მე არაფერი არ მითხარე, ხომ ასეა? იცი ახლა უნდა წავიდე, ძალიან ბევრი საქმე მაქვს. მიდი. წადი. წადი და ორი დღის გაცნობილი ეს რა დაიცავი, მიდი, წადი. ვიცი რომ შენ ჩემთვის განსაკუთრებული ხარ ძმაო, მაგრამ ამჯერად რძლის მხარეს ვარ. ბრავო მუსა, ბრავო. მიდი, გაიქეცი, აღარ დაგინახო. თორმე მის მხარეს არის. უცნაური რამ მოხდა. დედამ და დეიდა ზუმროტმა ხმების ერთი და იგივე რაოდენობა მიიღეს, არ მოგიდგენია? რამდენჯერ გადავთვალეთ და არაფერი არ იცვლება.
ორივემ ღირსეულად მოიგო. მთელი რაიონი დაფიქრდა და შეჯერდა, რომ ორივე თავმჯდომარე უნდა იყოს. İkisi birden başkan olsun o zaman. ოზანი? ოზანი რა შუაშია? ოზანი? რა ოზანი? შენ არ თქვი თავმჯდომარე გახადო. რა სისულელია ოზანი საერთოდ არ მეხსენებია. ანუ მომესმა. მოგესმა რა? Ama sen Hugo ყველგან ოზანი გესმის. ეს საშიშია. Bir tehlike var orada. Ayrıca კიდევ დავამატებ რაღაცას. როგორც იცი, ადამიანებს შემთხვევით არაფერი არ ესმით. ანუ ქვეცნობიერად ფიქრობ ოზანზე. ხომ ასეა? ხომ რომ ეშლება? bilinç altındakinin açığa çıkıyor. Anladın mı? არანაირად. უბრალოდ მომესმა. რა მოხდა მერე? რაღაც სიტყვა მივამსგავსე ოზანს, მორჩა. მამა თქვენი შემიწირავს, გეფიცებით, მომკლავს. ახლა რა მოხდა? დილას ზეითუნის ზეთი უნდა მოეტანა და არ მოუტანია. სახლში არ არის. ვურეკავ არ მპასუხობს. სად არის ეს კაცი? ხედავ? აი შენი სიყვარული. ასეთი საშინელი გრძნობა. მე არ მჭირდება სიყვარული. რაღაც სისულელია. ჩემთვის არ არის. ისედაც კარგად ვარ. მორჩა, წავედი სამსახურში, მაგვიანდება. სიყვარულზე ვინ რა უთხრა? მე რა ვიცი? ვერაფერი გავიგე. ჯერ იყო და ოზანი მოელანდა, ახლა სიყვარულზე ელაპარაკდა. უცნაურია. მამა შენი სად არის? მე რა ვიცი დედა, საიდან უნდა ვიცოდე? წავალ ვისაუზმებ. ეს რა სილამაზეა. Şuraya bak. როგორი ლამაზეა. ვინ იცი ეს იქნებოდეს რაც მეც მოვახერხო და ეს ყველაფერი მეც მქონდეს. Esra? ეს რა? ჩინარ, დილამშვიდობის. დილამშვიდობის სად იყავი? უცებ გაიქეცი და არაფერი არ გითქმავს. მოვატყუე ძმა გავუხდა ავად მეთქი. ჩემს ნაცნობს რაღაც პრობლემა ჰქონდა და იმიტომ გავიქეცი. მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ყველაფერი არასწორად გავიგე. სიტუაცია დაალაგდა, ჩემს ნაცნობს ეხებოდა საქმე. ისეთი არაფერია დაივიწყე. Esra. ეს რა? Sen şifre. როგორ ლაპარაკობ, მეც ვერაფერი ვერ გავიგე. არაფერია დაივიწყე. შენ რა კენი? Ya ben ne yapayım Esra? არაფერი მოვიწყინე, დრონელა გადის. შენ რაღაც განსაკუთრებული ძალა გაქვს. მატანინებ ხოლმე. ხო, სუპერ გმირი ვარ. Benim de sana bir სიურპრიზი მაქვს. რა სიურპრიზი? Nasıl? როგორია? ძალიან ლამაზია. მამაშორე, რატომ მომიტანა ეს ჟურნალი და ცხვირწინ რატომ დამიდე? რა საკეთებ? Ne güzel. ხომ მოგეწონა? წარწერაზე თქვი თორემ ფოტო ჩაულებრივია. დიდი არაფერი. წარწერა მომეწონა. წავალ ქალბატონ პენართან საქმე მაქვს. რომ წამოვალ ყავას დავისხამ. წამოგიღო? ხო, ეს რა წამომიღე. მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც უცნაურად იქცევი. Bir daha geri dönmüyoruz. Ne yapıyorsun? რა საკეთებ? არაფერს, 5 წუთში დავბრუნდები. კარგი, ყავას წამოგიღებ. წამომიღე. თუმცა მაქვს. სიურპრიზი. Çağla ne yaptın? ჩაღლა ეს რა არის? Ama biz böyle anlaştık. უმითხარი ეს ფოტოები პროექტისთვის არისო. ამაზე არ შეთანხმებულ ვარ. ოზან მეც ასე ვიცოდი, მაგრამ ასეთი კარგი ფოტოები გამოვიდა და ისე მოეწონათ, რომ გარეკანზე დაბეჭდეს. ისეთი კარგი გამოხმაურება აქვს, ტელეფონები არ ჩერდება, ძალიან დიდი წარმატებაა. ჩვენს აპლიკაციას კიდევ უფრო მეტი გამომწერი შეემატა. Tamam. კარგი, ჩაღლა მესმის, მაგრამ ეს ფოტო ყველგან იქნება. Bu fotoğraf şimdi ყველგან, her yerde der- ბილბორდებზე, ქუჩებში, რეკლამებში. ყველა ნახავს ამას. Ah Çağla. ჩაღლა. Ah. ოზან რატომ ჩაიციკლე? მე რა მოხდა თუ ნახავენ? ძალიან ლამაზი ფოტოა. ისე იქცევი თითქოს რამეს მალავ. Ben ne saklayacağım? არა, რას უნდა ვმალავდე? Ben CEO-yum. მე Çağla. დირექტორი ვარ, ჩაღლა. ჩემს საქმეში სერიოზულობაა მთავარი. რა დროს მოდელობა და პოზირებაა. ზედმეტად სიმპათიური დირექტორი ხარ, ოზან. რა ხდება? არ მენდობი? Ya bırak კარგი Allah. რა, ჩაღლა. Bak bugün აი ასეთი ღემერით მაკეთებინო ყველაფერს. გოგონია რომ ვერ ბამჩნა? ახლა საკონფერენციოში წავალ. საქმეს მივხედავ. შემდეგ კი კვლავ დაგიბრუნდები ძვირფასო დირექტორო.
უკაცრავად ბატონი ოზანის კაბინეტის ადერის. მისი მდივანი აგზის და კითხეთ. მადლობა. გამარჯობა, ბატონი ოზანის ნახვა მინდა. შეხვედრა დანიშნული გაქვთ ბატონ ოზანს თათბირი აქვს. არა, თათბირამდე 5 წუთი შეუძლია. პატარა საქმე მაქვს, მიცნობს. ჩაწერის გარეშე როგორ შემოხვედით? თქვენ გადაეცით, რომ 2 წუთი საქმე მაქვს და მალე წავა. თათბირზე ხელი არ შეეშლება, მიცნობს. არ შემიძლია. ერთმანეთი განყოფილებაში გავიცანით. ბატონო, გთხოვთ, პრობლემას ნუ შექმნით. აი მისი ცოლი. აი მან დამარტყა. არას ბოდავ. აქ რა საკეთებ? რა ცოლი, ვინ არის ცოლი? გეშლება. არა, არაფერი არ მეშლება. ჟურნალის გარეკანზე დაგვინახა და შეეშალა. წამობძანდით ბატონო, გაგაცილებთ. არსად არ წამავალ, მე ბატონ ოზანთან მოვედი. დატოვეთ კომპანია. რა ხდება? რა გაყვირავთ? ბატონო ოზან, ეს კაცი არ ჩერდება. დაცვას დავუძახებ. ბატონ ოზან, გასავართ. პენარ, არ არის საჭირო. დიახ, ვიცნობ. თხოვთ, მობრძანდით. ჩემს კაბინეტში შემოდით. გალბატონო, ეს რა თქვენს? Yürü. Ne dedin? რამე თქვა? პენარი ხომ არ მიხდა. რას უნდა მეხოდრილიყო? გაჩუმდი, ვერა და ვერ მიხვდა, მოაგვარე. Tamam başka bir დაინახა ვინმემ. რამე ხომ არ თქვეს? არა, არავინ არაფერი. görünce neden ეს ტიპი რატომ შემოუშვეს? kadar dayandı herif? სხვათა შორის მე აქ ვარ. გაჩუმდი. ოზან, მე ვინ ვარ? დაცვა? გმერთო ჩემო, როგორც კი დავინახე, მაშინვე ჩავერია. თქვა რომ შენი ცოლი ვარ, მაგრამ სიტუაცია განმოხდე. თქვი ჟურნალის გარეკანზე დაგვინახა და გიჟია მეთქი. გიჟი შენ ხარ. ერთი წუთით. ახლა მიხვდი. მალავთ რომ ცოლ-ქმარი ხართ, ხომ ასეა? რატომ? გაჩუმდი. ვინმე გაიგებს? Sen მოდი ძმაო, მოდი ეგ დაჯექი. მოდი. თხოვ დაჯექი, ვილაპარაკოთ. sen bir otur. Sen güzelce anlat. მიდი აბა, რა მითხარი, რა პრობლემა გაქვს, რატომ მოხვედი? Bak Ozan abi. მისმინე ძმაო ოზან. გოგო შემიყვარდა. Meltem. მელთამი. Kalbim öyle. მასაც უყვარო არ ძმაო, მაგრამ O da beni დედამისი და მისი ძმები უფლებას არ გვაძლევენ ერთად ვიყოთ. anlamıyor abi. ამბობენ რომ ბოლოდ მაშინ გაგატანთ თუ იმუშავებო. İlla diyorlar memur olsun, sabit işi olsun, öyle kız veririz diyorlar. კარგია რომ არ გატანენ. Ama ayıp oluyor. უნდა გწვენოდეს. მე რა უნდა მწვენოდეს? გონია დამავიწყდა რა მითხარი? არც მე არ დამვიწყებია რომ ცემე. ტკიბილი ჯერ კიდევ მახსოვს. ძალიან კარგი. კარგი ჩხობის დრო აქ არ არის. კარგი, აქ მოხვედი და ჩემგან რა გინდა? ოზან გცალია? ჩაღლა ერთი წუთით. გალბატონო, ეს რა შეიწერეთ? დიახ, Tamam. Siz პროექტით რამდენი ხანია რაც დაინტერესებული ხართ? მაპატია არ ვიცოდი დაკავებული თუ იყავი, აღარ მოგაცდენ, თათბირი იწყება. რა ვქნათ? sen git. წადი და მეც მალე მავალ. ჩაღლა. იოლის სამუშაო. მადლობა. რა ჩავიწერო? Bana bakın. ახლა მისმენთ. İkiniz de ორივე ჯუმად ისხედით აქ. გასაგებია? და არსად არ გახვიდეთ. gitmek yok. მოიცადე, სად მიდიხარ? ვტოვებ? ამ მალკაჩთან მარტო არ დამტოვა ძმაო. ახლა ვემავალ, არ საძახვიდეთ. კარგი ეს რა? კარგი. Acele et. სწრაფად იარე, რანელა დადიხარ. ფონდში უნდა წავიდეთ და ჩემი სკამი უნდა დავიკავო. Eko hadi. ეკო, მიდი. Hadi რა ზოზინებ და ალაგე. oraları. Bak ne güzel. ჩემი ტელეფონი ეკო. Telefonunu. ეკო, Eko. ეკო. çıktı. გამოვიდნენ. Ha, aklınca ben გინდათ სკამი დაიკავოთ არა? მე თქვენ გაჩვენებთ. შენც წადი. კაფეს მეხედე. Ya ama ახლა ქალები რას აკეთებთ? bak ya. ნუ დარბეხართ, წაიქცევით ფრთხილად. გამატარე. Çekil. გამიშვი. Çekil. გამიშვი. Kolumu ხელი. bırak. ხელი გამიშვი. გამიშვი მეთქი. დედა. დედა ფრთხილად. Masada benim masam. ჩემი სკამია, ჩემი.
ელიფ, მომაშორე ეს ქალი. არ დაგითმობ, ჩემია. Bu masa için ben yıllarımı verdim. ელიფ, ამოიღე, მიდი სასწრაფოდ. Emaneti çıkar. რა? Hoppa. Nasıl düşünemedim? მე რატო არ ვიფიქრე ღმერთო? ჩვენ რატომ არ გვაქვს? შენ რანაირი შვილი ხარ, რატომ არ გამიკეთე? დედა მე უკეთეს მოგიტან. ნუ მირტყავ, დამშვიდოდი რატომ ჩუბავ? რამდენიც გინდა დილაპარაკეთ. ეს რა არის? მიდი, დაიჭირე. Siz ayrılmamış არ mıydınız დაშორებულ ya? ხართ? Ha? Sen აქ რატომ niye მუშაობ? burada çalışıyorsun? რა შენი საქმეა? Herkesten sen ან ამ ამბავს რატომ მოვალთ? რა გინდა, რა შენი საქმეა? kandırdın değil mi adamı? მოატყუე არა. Buldun tabii vicdanını. სინდისზე აგდე სატანა. ისე შენც ძალიან ეშმაკი გოგონა ხარ? Var sende ama. Bana bak konuş. ნერვებს ნუ მიშლი, თორემ მიიღებ. Post makinesi მგონი არ გეყო არა? Haşta sana bir şey იცი რას diyeyim. გეტყვი? Sana kız ის mı გოგო vermezler, დაივიწყე. sana kim მაინც kız არავინ vermezler? გაგატანს. Kim შენთვის sana kız ნებისმიერი vermezler? გოგო Sana ზედმეტია, kız დაივიწყე. vermezler. ვერასდროს Sana მოიყვან kız ცოლს. vermezler. გეჩუმდი? რა? შენთან ლაპარაკი არ მინდა. ბატონო ზანს დაუძახე. ვერ დავუძახებ, თათბერძია. საქმეები აქვს. შენთვის კი არ სალია. გასაგებია. Anladım ben sizi. Siz beni მატყუებთ არა? Ozan ben ბატონი ოზანი არ მავა. შენ დაცვად დაგტოვა. და მე ლაპარაკები და გამიშვება რა? ცდები. Yıldıracağız. ახლა წავალ და ყველაფერს ვეტყვი. და იმერე ნახავთ. ყველა სიმართლეს ვეტყვი. მოიცადე, სად მიდიხარ? ვერცად ვერ წახვალ და ვერაფერს იტყვი. თორემ დავიღუპებით. Mahvolur sakın ha. მე რა, არ მაინტერესებს. Hayır. არა, გამატარე. არა მეთქი. გამიშუნეთქი. ისევ? მოკლედ კვლევა ჩავატარეთ და აღმოჩნდა რომ კარგია, მშვენიერია მეგობრებო, ასე გააგრძელეთ. Süpersiniz arkadaşlar. Aynen böyle devam. Aynen böyle devam. ბატონო ოზან თუ რა მეკითხები გაქვთ? არა, არანაირი. Aklıma takılan მე bir şey თქვენ yok. ბოლომდე გენდებით. Siz zaten ვიცი რომ ამ საქმეს თავს გაერთვათ. თუ რა მეკითხები გექნებათ, ქალბატონი ჩაღლა და გეხმარებათ. ოზან არაფრის თქმა არ გინდა? ჩაღლა, ზურფასო, შენ ხომ აქ ხარ? მე შენ ბოლომდე გენდობი. გააგრძელეთ მეგობრებო, böyle devam. მე ახლა უნდა წავიდე. დროებით. Esra, ეს რა? რა? ne yaptın კაც რა უქენი? მე რა შუაში ვარ? რა ვიცოდი პატარა ბავშვით თუ გაითიშებოდა და მეხმარე. რა გაუკეთე რომ ამ მდგომარეობაში ჩააგდე? არაფერი. უბრალოდ თავში ჩავარტყი. რა გააკეთე? რა უნდა მექნა? გადიოდა რომ ხალხისთვის ჩვენი ამბავი ეთქვა და სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. შემეშინდა და უცებ თავში ჩავარტყი. Ben kimle evli ღმერთო რა ადამიანად იგეცი? როგორი საშიში ხალი ხარ ეს რა? არას ბოდავ, ღმერთო ჩემო. სხვათა შორის შენი პირადი საიდუმლოც დავიცავი და ასე მიხდი მადლობას. დიდი მადლობა, მაგრამ ხედავ შენს გამო რა მდგომარეობაში ვართ. კაცი სიკვდილამდე მეიყვანენ. ცოცხალია პულსი შეუმოწმე. Neredeyim სად ben ya? ვარ? Kafa. გონება დაკარგა. შემომხედე, თვალი გააყოლე. Evet gözleri. ახლა უცებ მითხარი რამდენი თითია. შენ. შენ. შეშეშლილა. Şikayet edeceğim. შენ ჩამარტყი თავში. Bu sefer kesin გიჩივლებ. ödül de და ამჯერად ნამდვილად ციხეში ამოყოფ თავს. ხომ გესმის? Eski kocamla საზოგადოებისთვის საშიში ხარ. şikayet edeceğim. ყოფილი ქმარიც კი ვეღარ გიშველის. გიჩივლებ. edeceğim seni. გიჩივლებ. Bir dakika. მოიცადე. Otur sen. არავინ არავის არ უჩივლებს. Şikayet etmiyor. Orada bir anlaşalım. Tamam mı? Abicim sen ძმაო, აბა, თავიდან ამიხსენი რა პრობლემა გაქვს. აქ რატომ მოხვედი? აქ რა გინდა? Abi benim ძმაო, გოგოს ხელისათხოვნელად ხომ გამომყვები? მე? ხო. Abi bak ისმინე ძმაო, benim მე ailem ოჯახი არ მყავს. erken ყველა დავკარგე. Bu işi çözsen მხოლოდ çok შენ შეგიძლია ჩემი დახმარება. Abicim ben ხო, მაგრამ ასეთი საქმეების მე რა მესმის. სხვანაირად დაგეხმარები. Abi hayır. ძმაო, შენგან მხოლოდ ამას Benim ვითხოვ. senden isteğim bu. მინდა თქვა რომ Senin de benim შენც ჩემი გზა გაიარე და ამის მერე გამდიდრდი. Buyurun ხომ შეგიძლია? Ha. İşine gelmez. ახლა წავალ და ვიჩევლებ.